გამარჯობა. ჩვენი გადაცემის მიზანია გაგაცნოთ ეკომიგრანტებისა და პოტენციური ეკომიგრანტების მდგომარეობა საქართველოში. იმ ადამიანების დღევანდელი ყოფა და მომავალი, ვისაც უკვე შეეხო, ან არის ალბათობა, რომ მომავალში შეეხება ეკოლოგიური კატასტროფები, ზვავი, ღვარცოფი, მეწყერი და სხვა. რა კეთდება ამ ადამიანების დასახმარებლად, რა აწუხებთ მათ, ვინც საკუთარი საცხოვრებელი ეკოლოგიური მიზეზით უკვე დატოვა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი ეკომიგრანტთა ერთ-ერთი მიმღები მუნიციპალიტეტია. აქ აჭარიდან გადმოსახლებული ეკომიგრანტები ცხოვრობენ. გამარჯობა, ქალბატონო ცირა. გამარჯობა. აი ესეც წავღდები. რა საქმიანობთ? ვიცია, სოფლის საქმე. დაილევა მობრძანდით. რით ხართ დაკავებული დღეს? რით ვართ ყოველდღიური სამსახური. ფერმებს საქონელს უვლით. ახლა შუადღის საკვებს ვაძლევთ. რომ ცოტა წველადობა შემცირებულია, შემოდგომის პირია. აქ ცხოვრობთ გორელოვკაში 300 მოსახლე, შერეული გარშემოსულ არიან სომხებიც, რუსებიც, ეს ჩამოსახლებული აჭარლებიც. რამდენი ძროხა გყავთ, რითი ირჩენთ თავს? ამ წუთში 3 მეწველი ძროხა მყავს. რატო ესე ცოტა რაოდენობა? როცა ჩამოვედით 30 ცვლადობის ტევადობის ფერმა ავაშენეთ. კრედიტი გამოვიტანეთ, იქ კრედიტით საქონელიც ვიყიდეთ. ამ თივაბის და სათიბიჭალები რომ არ გვაქვს, ძალიან გაძნელდა. ვერ შევინახეთ და ამიტომ შევამცირე. მოვკიდე მიწათ მოქმედებას ხელი. ჯერ პატარაზე მოვსინჯე ყვავილოვანი კომბოსტო, ანუ საერთოდ კომბოსტოს სახეობები დავდგეთ ცოტ-ცოტა. და რომ გაამართლა ამ ყვავილოვან კომბოსტომ გავყიდეთ და მაგით პატარა ფინანსები შემოგვივიდა. ყველა ეკომიგრანტი თანაბარ სიტუაციაშია ამ ხრივ თუ სხვა ეკომიგრანტებს აქვთ არა, ბევრი არის რომ სამწვანილი ადგილიც არ აქვს რომ დათესოს მწვანილი. სადღაც ამ ხელა ნიადაგი. ეს ადამიანები რით ირჩენენ თავს? თქვენ რაღაც მაინც გაქვთ. აგერ ფერმებში დადიან. ამ სომხებს აქვთ, ფერმერები არიან თვითონ სომხები და მუშაობენ იქ. ნაკელის გაზიდვა, მოწველა წველადობა და უხდიან გარკვეულ თანხას. გამარჯობა. გამარჯობა, მობრძანდით. ლელა. ნოდარი გენაცვალე. სასიამოვნოა. რა საქმიანობთ? ეს არის მინი ტრაქტორი. ეს არის მინი ტრაქტორი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციასიდან დაგვაფინანსა და აგერ 2 დღის წინ მოგვიყვანეს და ჯერ კიდე არ დაგვიმთავრებია, ახლა ვარემონტებთ, ავკრიბეთ. ადრე დავიწყე მესაქონლეობას მოვკიდე ხელი. არ მქონდა მე ის ტერიტორია სათიბი რომ ის რაც მე მყავდა 25 სული საქონელი თუ 30 გამეკვება ეს ყველაფერი თანხებთან იყო დაკავშირებული რომელსაც ვაღარ შევწვდით ჩვენ უკვე არ გერჩივნათ იმ თანხებით ტერიტორიები მიწები გეყიდათ? სად არის მიწები გაყიდვაში არ არსებობს მაგეთი რაღაცა ჯერჯერობით სახელმწიფო ბალანსია მიწები კერძო გაყიდვაში არ არის ჩვენ როგორც ვიცით მაგრამ ხდება ისე რომ აქვთ ხალხს აქ საკუთარი მიწები გვაქვს მაგრამ ჩვენ რომ მოვიკითხეთ არ არის ადრე როგორც კი ჩამოვედით იყო პირობა რომ უნდა მიგვეღო 5 ჰექტარი მიწის პარტო მაგრამ რო დაიწყეს განაწილება 2 ჰექტარი რო დაანაწილეს იმ 2 ჰექტარზე გაჩერდა ყველაფერი პირადად მე ვიყავ მისული გამგეობაში და მოვსთხოვე რომ გექტარი და 2500 2 გექტარი ხომ მომეცით მე ვთხარი მიწის პარტო გექტარი და 2500 დამიკანონეთ მე და რატო ვერ კანონდება? მიზეს რას გეუბნებიან? იმიტომ ვერ კანონდება რომ მეუბნებიან რომ თუ გაქვს საცხოვრებელი სახლის საკუთრების საბუთი მოიტანეთ და დაგიკანონებთ დღეს. მაგრამ ბოდიში არა გვაქვს ჩვენ. ეს ხო თქვენი სახლია რა. ჩვენი სახლია, მაგრამ არანაირი საბუთი არ გვაქვს. იყო პირობა 5 წლის შემდეგ, როგორც დავიწყებდით ცხოვრებას, 5 წლის შემდეგ უნდა გადმოსულიყო კერძო საკუთრებაში სახლები. მაგრამ ამაოდ ჯერჯერობით 3 ოჯახს გაუკეთეს წელს. საბუთები კერძო საკუთრების დანარჩენი გაჩერდა. ვართ ასე ჰაერში. 2 ჰექტარზე ფაქტურად. ეს 2 ჰექტარი ესეც არა. შეიძლება ხვალ ვიღაცა მოვიდეს და გითხრეს ესეც ჩემიაო და კარგად იყავით. ცუდი ეგაა რომ წასასვლელი არ აქვს. წასასვლელი რო ჰქონოდა და კაი საცხოვრებელი პირობები აქ აღარ მოვიდოდა, ხო, რა თქმა უნდა. მინიმუმ 10 ჰექტარი ფინწის ფართობი მაინც უნდა ჰქონდეს ადამიანს რომ იცხოვროს გორელოვკაში. და აწარმოოს მაინც 10 ჰექტარი 1 ჰექტარს მაინც სახნავად გამოიყენებს და 9 ჰექტარს კიდე აიღებს და მოთიბავს და 9 ძროხას და 8 ძროხას მაინც შეინახავს. სადაც თქვენ გიცხოვრიათ ის რო შეადაროთ ამ საცხოვრებელს. ეს ისეთი ტერიტორია, აქ ისეთი მიწებია, აი თქვენ თვითონაც შეხედეთ შავი მიწები, ძალიან მოსავლიანი. 9 წელია უკვე აქ ცხოვრობთ და ვაგრძელებთ ცხოვრებას. ანუ შეეგუეთ აქაურობას და ფაქტია რომ მოგწონთ აქ. აქაურობასაც შევეგუეთ, ხალხსაც შევეგუეთ, მეზობლებსაც
ძალიან კაი ურთიერთობა გვაქვს მოსახლეობასთან. მხოლოდ ერთადერთი პრობლემა ეს არის რა. აი ეს ეკომიგრანტები ვინც ვართ, ვისაც მიწის ნაკვეთი მიწები ძალიან ცოტა გვაქვს, ხო? ხელისუფლებამ კი არავის წართვას და წართმევით კი არა. გამონახოს იმის საშუალება, არის მაგის საშუალება და გადმოგვცეს ცოტა მაინც რაღაცა ცოტა რომ დაგვიმატოს მიწის ტერიტორიები, მიწის ფართობები, რომ ყველამ ერთნაირად ლამაზად და დალაგებულად რომ ვიცხოვროთ სოფელში მეგობრულად. წარმატებებს გისურვებთ. მადლობთ. დიდი მადლობა მასწავლებლებს. კარგად გრძანდებოდეთ. აქ ჩამოსული ადამიანი მძიმე კლიმატური პირობების გამო 2 გექტრით და 1 გექტრით ვერ იარსებებს, რადგან 1 გექტარზე მოსული თივა მხოლოდ და მხოლოდ გამოზამთრავს 1 სულ ძროხას და 1 სული ძროხით აქ არსებობა ესე ყოველად შეუძლებელია. არის საშუალებები, საძოვრები, არის მიწის საშუალება და აქედან გამომდინარე შესაძლებელია ამ ხალხის კანონიერ ფარგლებში დაკმაყოფილება, რომ ეს ხალხი კონკრეტულად რას ითხოვს, არ ითხოვს თბილისში ბინებს, ესენი არ ითხოვენ ბათუმში იმას, ეს ხალხი ითხოვს საარსებო წყაროსთვის საშუალებებს. მე მაქვს აჭარის კუთხესთან კავშირი, ხვდები ეკომიგრანტებს და აქვთ სურვილი, რომ აი იმ არსებული მდგომარეობა, რაც დღეს ამ წუთში ეკომიგრაციის კუთხით დგას, თუ გვინდა ეკოლოგიური კუთხით აჭარაში, სურვილს გამოთქვამენ, რომ დღესვე შეუძლია, დღესვე წამოვლენ ეს ხალხი. ოღონდ რაც რო ჩამოვა, იმ ხალხს უნდა შესაბამისი კანონმდებლობით ადაპტირება, ხელშეწყობა, სამწუხარო, რომელიც რომ არ არსებობს საერთოდ ამ კუთხით, არანაირი ფორმატი არ არსებობს ამ კუთხით მიმართული. მხოლოდ და მხოლოდ არასამთავრობოების საშუალებით ხდება აი ეს მინი პროექტების დაფინანსება, რითაც ჩვენ ეს არის ზღვაში წვეთი, რითაც ჩვენ ეკომიგრანტებს ვეხმარებით. მოსახლეობას ძირითადი პრობლემა აქვს მიწის დაკანონებასთან დაკავშირებით. მოსახლეობას გააჩნია ფაქტობრივ სარგებლობაში მიწის ნაკვეთები, როგორც სათიბი, ასევე სახნავი, მაგრამ ეგენი ითხოვენ აი ამ მიწის ფართობების დაკანონებას, რომელიც ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება. დაკანონება კერძო საკუთრებაში ეგრეთ წოდებულ ეკომიგრანტებზე ჩვენ ვიძახით, რომ ეკომიგრანტები ცოტა სირთულესთან არის დაკავშირებული გამომდინარე იქედან, რომ აქ სხვა ადამიანები ცხოვრობენ, რომლებსაც ანალოგიური პრობლემები გააჩნიათ. ხო და თუ მათ მიენიჭებათ ოფიციალურად ეკომიგრანტის სტატუსი, აი ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რომ როგორც ეკომიგრანტებს დაუკანონდეთ გარკვეული ფართი კერძო საკუთრებაში. დანარჩენ შემთხვევაში მაშინ სხვა პიროვნებაც იტყვის, რომ ამას დავუკანონდეთ, მეც დამიკანონდეთ. კიდე ის მესამე იტყვის, მეოთხე იტყვის და ეს ძალიან გართულდება ეს სიტუაცია. და თუ ეხლა ადამიანს სურს იყოს დიდი ფერმერი და აწარმოოს დიდი ბიზნესი და რაღაცა, ამ შემთხვევაში უნდა შეისყიდოს რა. აი ამ პატარა სოფელს პასოუკაში აშენდა ქართული ინვესტიციით ძის გადამამუშავებელი საწარმო. ერთ ინვესტორს ეკუთვნის ეს ქართული. დიახ, ერთ ინვესტორს ეკუთვნის გამოგზავნეთ გაჩვენეთ ოფისს. აი ბრძანდით თხოვთ ხალათი აუცილებელია, იმიტომ რომ არ შეიძლება ხალათის გარეშე ჩვენთან მუშაობა, ეკოლოგიური პროდუქტის წარმოება. მობრძანდით გაჩვენებთ ჩვენი საწარმოს. ეს არის პასტერიზატორები, საიდანაც შემოდის ძე, იქედან გადადის ყველის ამოსავებ აუზში და ხდება ყველის დამზადება აი ამ ფორმებში. ეს არის თურქულ-იტალიური წარმოების დანადგარები. ეს არის ჩვენი შესანახი ყველის საწყობი. რამდენი სახეობის ყველი გაქვთ? საერთოდ ვაწარმოებთ 3 სახის ყველს. ქართული ყველი, იმერული ყველი და სულგუნი. მუშა პროცესი რატო არ არის? მუშა პროცესი სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით შევაჩერეთ, იმიტომ რომ მუშაობა და ყველის წარმოება ერთად შეუძლებელია. ძეს მოსახლეობისგან იღებთ თუ თქვენ თვითონ? ძეს ამჟამად ვიღებთ მოსახლეობისგან. ხდება ისეც, რომ სოფელს წინასწარაც იმეს თუ საჭირო იქნება ვაძლევთ რძის ფულს და მე ვიხდის და რავი, ეგეთი რაღაცებიც არის ჩვენ. საგაზაფხულოდ გვინდა რომ შევიძინოთ პირუტყვი. თუ იქნება დაბალპროცენტიანი სესხი, ამით ვაპირებ. ამჟამად არის დასაქმებული 12 ადამიანი, სრული დატვირთვის შემთხვევაში, როცა ეს დასრულდება, სარემონტო სამუშაოები უკვე სრულდება, გადავდივართ პირდაპირ წარმოებაზე და იქ დასაქმდება 25 ადამიანი. ეს მხოლოდ პასოვკიდან თუ სხვა სოფლებიდანაც? არა, სხვა სოფლებიდან, მაგალითად მენეჯერი გვყავს სომეხი, სოფელ ფოკიდან. არიან სომეხი დასაქმებულები და არიან ქართველებიც, ეკოემიგრანტებიც.
სადასაღებს თქვენს ყველაზე აი რეალიზაცია სად ხდება თქვენ? რეალიზაცია ჩვენი ყველის ხდება ძირითადად თბილისში, ქსელებში. და მოთხოვნა არის თქვენს პროდუქციაზე? კი, რა თქმა უნდა, არის მოთხოვნა. და წარმოებას თუ გაზრდით, გასაღების პრობლემა თქვენ არ გაქვთ? არ მექნება გასაღების პრობლემაც გავასაღებთ. იმიტომ რომ რძე არის ნატურალური ძისგან, არანაირი მინარევებით, ნატურალური პროდუქტი არის. ძალიან კარგი წარმატებას გისურვებთ და გაფართოებას რაც მთავარია. გმადლობთ. კარგად ბრძანდებოდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ. ინტეგრაციასთან დაკავშირებით გვაქვს ძალიან დიდი ურთიერთობა, მეგობრული, თუ გინდა ქორწილები, თუ გინდა ნიშნობა ისე არ ჩაივლის, რომ ჩვენ ურთიერთშორის არ მივიდეთ. როცა მე თვითონ სკოლას ვხსნიდი, აქ ქართულ სკოლას, მე თვითონ სოხები დამეხმარეთ, მათი ხელწერებით ჩვენ შევძელით ადამიანურად ურთიერთობა და ეს არის ძალიან დიდი სტიმული და მე ვფიქრობ აქედან გამომდინარე, რომ კიდევ შეიძლება უფრო კარგის გაკეთება, მაგალითად, მე მაქვს იდეა, რომ აი ექსკურსიების დონეზე გაკეთდეს სახელმწიფოს დაფინანსების ხარდაჭერით ან ისე დონეზე, რომ ჩვენ გასვლითი პროგრამებით შევძლოთ, რომ ამ ხალხმა მოინახულოს ექსკურსიის დონეზე, თქვათ, იგივე ბათუმი, იგივე საქართველოს სხვა კუთხეები, გქონდნენ ურთიერთობა ხალხს ერთმანეთთან, ეკომიგრანტებას მოახდინონ სწრაფი ადაპტაცია. გამარჯობათ ბატონო ალიკ. კარგი მადლობა. ზამთრისთვის ევზადებით როგორც ხედავ? ხო, ჩვენ სოფლის საქმე მასეა. უნდა ვიმუშაობოს, რომ მარელი იქნება და ცხოვრება იქნება, ბავშვებისთვის კარგი იქნება, ჩვენთვის კარგი იქნება. ურთიერთობები, მეზობლობა როგორია? მეზობლობა კარგია. ცხოვრება ჩვენ სოფლები იმენა каргия, районში каргия. Мы здесь живем уже 25 лет. Мы пришли из соседнего села. Здесь до нас жили духоборы. 6 месяцев у нас зима. Мы заготовляем сену, заготовляем трава, чтобы зимой топить. Для нас погода не страшная. Мы уже привыкли по этим погодам и живем нормально. А то, что люди приезжают у нас, они тоже на нас смотрят, как мы живем. В одном условии уже вместе друг другу помогаем и живем. Соседи у нас разные. Грузины, армяне, русские. Кто чем нуждается, постараемся, кто чем может помогать. Ჩვენ საქართველოს ერთი ოჯახია. ჩვენთვის разница არ არის. Главное იყოს კაცი. Мужчина იყოს, ოჯახის იყოს. Надо, чтобы наши дети тоже немножко выходили, наши республики смотрели. Они знают только нашу жизнь, как живут в селе, как коровы, как все, как сажаем картошки, как у нас все это работа. Я хочу, чтобы наши дети развиты были. Они ходили по всей Грузии, Батуми ходили, Тбилиси ходили, посмотреть наши общие, как у нас Грузия разбивается, как у нас жизнь продолжается, что у нас хорошего, что у нас плохого. Мы хотим, чтобы наши дети все знали грузинский язык. Это наш общий язык, это наш дом, это наш семейный язык. Мы должны друг друга понимать. В школах обучают. У нас есть это молодые учителя с Тбилиси специально. Новые это послали, чтобы наши дети обучились грузинский язык, чтобы учили они. Они это и частные это есть предприятия, кто хочет, чтобы кому непонятно наш язык грузинский, чтобы они обучились там нормально. Спасибо большое, удачи вам. Წარმატებები, კარგად იყავთ. Мы обучали в школе грузинский язык. Например, мы хорошо знали читать, хорошо знали писать, много знали грузинских слов. Но у нас не было общения, и мы не могли связывать предложения, чтобы правильно это сказать. И вот так вот, немножко понимаем. В школе изучаю сейчас грузинский язык. Не на Тменде, туда специальные, там есть уроки, и многие у нас научились уже грузинскому языку. Вот это у нас традиционная одежда, потому что когда мы ходим молиться, мы должны обязательно ее одевать. Сначала мы одеваем вот эту юбочку, потом занавесочку, а потом это называется корсет. Потом мы вот это одеваем шапочку, ее нужно знать, как одеть. Вот так мы ее одеваем, вот. Потом вот это называется у нас косынка. Вот потом мы должны его тоже правильно одеть на эту шапочку. Вот так, заломочки вот делаем мы, а потом завязываем, вот так. Вот, и мы должны идти в этой одежде молиться. Наши предки сюда пришли в 1841 году. Сюда их как сослали, потому что они не подчинились царю. Почти мы прожили здесь 200 лет. Потом, когда началась перестройка, распад Советского Союза,
стали делать переселение в Россию. Где-то 50 семей нас здесь осталось. Мы живем здесь, мы пытаемся сохранить свою традицию. Сначала к нам пришли армяне. Мы как-то первое время, конечно, трудновато нам было. Мы не понимали друг друга, а потом вошли в колею, стали понимать друг друга, сдружились. А потом к нам пришли грузины. Потом, тоже первое время мы как-то, они нас не понимали, мы их, а потом уже узнали друг друга, и отношения у нас с ними нормальные. У нас был свой кооператив, у нас была там своя ферма, мы ходили туда, работали. А потом уже со временем это все распалось. Сейчас у нас никакого ни кооператива, ничего нет. У нас духоборцы сейчас занимаются своим сельским хозяйством. Мы держим коров, мы сыр не обрабатываем, как, например, армяне там у нас фермеры, они этим занимаются, а мы сдаем молоко, продаем телят, и вот этим свиней, вот этим мы живем. Какие у нас проблемы? Что у нас мало земли. Такие у нас проблемы. Мисс соседи, мисс сельчане должен друг другу уважать, поддерживать, помогать. Эта земля очень большой. У всех хватит, да? Да, у всех хватит, а наша жизнь очень короткая. Давайте постараемся, чтобы хорошего делали друг другу не обижали. За нас село, за нашу Орловку, за нашу Грузию. გაიხარე ალბერტ, მე მინდა საქართველოში მაცხოვრებელი ყველა ადამიანი დავლოცო, მინდა დაგლოცო თქვენ და ერთმანეთის სიყვარულით ნელ-ნელა ავაშენებთ ძალიან ძლიერ და ლამაზ სამშობლოს, ლამაზ საქართველოს. გაიხარეთ ბიჭო, დაგლოცავ, დიდი მადლობა. ნინოწმინდაში ეკომიგრანტთა პირველი დასახლება სოფელ სპასოვკაში შეიქმნა. აქ დამკვიდრებული ეკომიგრანტები 25 წელზე მეტია, რაც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან. ბევრმა მათგანმა წარმატებას მიაღწია, თუმცა პრობლემები ამ სოფელშიც იდენტურია და ეს მიწის საკუთრებას ეხება. ჩვენ 99 წლიდან ჩვენი სოფელი გაიხსნა და ჩამოვედით. ჩვენ არც სტატუსი მეგვეცა. არც ემიგრანტების არაფერი. მას შემდეგ როცა ჩამოვარგეთ 2000 წლიდან მიწების განაწილება მოხდა 4 ჰექტარი მიწა მოგწეს. ხელშეკრულების გაფორმებაზე ფული შევიტანით და დღემდე თხოვდა ამის გაფორმება ვერ მოახერხეთ. იმ დროინდელმა გამგეობამ 2002 წელს 2003 წელს 2 ჰექტარი მიწა გადმომცა ჩემს სარგებლობაში. 13 წელია ვსარგებლობ. 12 წელი კარტოფილს ვესევდი, 3 წელია სათიბად სარგებლობს, თივას თიბო. წელს მოვიდა კაცმა და მითხრა ეს ჩემი კერძო საკუთრება, სახელმწიფო გადმომცა მე კერძო საკუთრებაშიო, როცა გავცელე და მოვიტანე, ამიძრეს საქმე და ბრალდებული ხარ, რატომ მოტივე იმისო. ვინაიდან გედეიფორმა მე მისას ვუხდი. გადავუხდი და ამ სიბერეში 67 წლის კაცს ბრალდებულად გამომიყვანთ ვუხდი მეტი მაინც ბრალდებული სკამზე დამსვეს ეს არაფერი თუ გინდა მომისარჯუნე მაგრამ აგერ ქართველი კაცია ვანაძე თემურ ვანაძე ფერმა გააკეთა მოწყობილი შრომელი კაცი საქონელი ხავს და მე 100 მეტრში 10 მეტრში საქონელს ვერ უშვებს რომ შესყიდულიაო და ფულს ახდევიებს ამ ტერიტორიას აქედან საქონელს მეზობლები უშვებენ, იმაში ფურთხოს არაშვებიებს. აქ ხალხი მიწისთვინ იბძვის და ვინც სხვა სოფლის, სხვა რაიონის კაცი 100 გექტრობით მიწას იფორმებს და ჩვენ 2 და 3 გექტარ მიწას ვერ ვიფორმებთ. დღეს ვთიბავთ და ხვალ გვართმენ და მაღაზე ჩხუბი და ის ჩვენ რა თქვინდა აუქციონზე შესყიდვის ის არ შეგვაგვაჩნია მაგის საშუალება. ჩვენ წამოსული ვართ სტიქურ ქვეყნიდან. ჩემი სოფელი, ჩემი ქვეყანა იცის აჭარის ფაურობამ რომ ჩემი სახლი შუავმა დაამგრია და სახელმწიფო მიქ რაღაცა გადამიხადა, მაგრამ აქ ჩამოვა საცხოვრებლად და მიწისთვის მოველა. რაც ხა სტატუსი მოგცენო, მიწის საშუალება გქონდეს, გვაქვს სარგებლოთ, მაგრამ კაცი მოდის იფორმებს და არაფერი არ გვჩება ხელში. კანონიერ ფლობელობაში არაფერი არ გვაქვს. ამიტომ სახელმწიფოსაგან ვითხოვ დახმარებას.
ნინოწმინდაში მცხოვრებ ეკომიგრანტებს უმთავრესად სათიბი და სახნავ სათესი მიწების სიმცირე აწუხებთ. აქ არიან ოჯახები, რომელთაც მიწა საერთოდ არ გააჩნიათ. არადა მათ აბსოლუტურ უმრავლესობას ცოდნა გამოცდილება სწორედ სასოფლო სამეურნეო დარგებში აქვთ მიღებული. მათ თავის რჩენა და შემოსავლის მიღება მხოლოდ მიწასთან დაკავშირებული საქმიანობით შეუძლიათ. ისინი პრობლემათა სათავედ იმ გარემოებას მიიჩნევენ, რომ კანონი არ განსაზღვრავს ეკომიგრანტის სტატუსს. კარგად ბრძანდებოდეთ.